გამარჯობა მეგობრებო, მე ვარ ნათია მოკაცრე და ეს გახლავთ კოსმოპოლიტიკური პოდკასტი. დღევანდელი ეპიზოდი მინდა დავუთმოთ ჩემს რაღაც ობზერვაციას, რომელიც მინდა ძალიან რო გაგანდოთ. მოკლედ, მე რომ პირველად გადმოვედი ამერიკაში, ეს ბევრი წლის წინ იყო, მაშინ დავსახლდით ჰავაიზე და იმ სახლში, რომელშიც ვცხოვრობდი, მოკლედ იყო ძალიან ბევრი დაუცველი ფანჯრები, შუშიანი კარები, სამი კარი ქონდა ამ სახლს და მე ხა 90-იანებში გაზრდილი ადამიანი, ჩემთვის იყო ხარი რომ გადადიხარ უცხოეთში და რაღაცა კულტურულ შოკს რომ მიიღე, მოკლედ ჩემთვის ყველაზე დიდი და პირველი ერთ-ერთი კულტურული შოკი იყო სწორედ ის, რომ ეს მე მიჩვეული 90-იანების საქართველოს მერე დარჩენილა აი ამ კულტურას, ხო, რომ რაღაც 9 კლიტულში რომ იცხოვრო, გისოსები, რკინის კარები და ასე შემდეგ და მოკლედ აქ ესე ნუ არ იყო ეხლა და ჩემ არ გგზნობდი რა მოკლედ რა თავს უსაფრთხოდ, მაგრამ გადმოსაძრომი იყო რა 35 გადმოსაძრომი იყო სახლში ხო და მაგრამ მე დროთა განმავლობაში რა თქმა უნდა ამას შევეგუე რა მივეჩვე, იმიტომ რომ ხო მაგათ ჩემთან გადმოძრობიან ხო ეს ცხოვრობს ხალხი, თავს გზნობს მშვიდად, არ არის მაღალი კრიმინალური მდგომარეობა ქალაქში და მივხვდი რომ მოკლედ ხალხი ენდობა სისტემას. მაგრამ მე რო გავიდა დიდი ხანი, მე უკვე გადავედი სხვაგან ცხოვრობდი, აღმოაჩინა რომ არაფერი სისტემას ეს ხალხი ისე ძალიან არ ენდობა, როგორც ენდობა აი ამ ამერიკულ პატიოსნებას. კი, ბევრი ემიგრანტი ცხოვრობს ამერიკაში, ძალიან ჭრელი ხალხია, მაგრამ ეს რაღაც საყოველთაო მიღებული ნორმები და ეს წესები მაინც ეტყობა მუშაობს რა, აპატიოსნებს აქ გადმოსული. გადმოსულ ხალხს აქაური სიტუაცია. იმიტომ რომ ეხა სისტემის იმედი რო გქონდეს, მესაც მიცხოვრია დიდ ქალაქებში, თითქმის ყველგან იყო საკმაოდ დიდი პრობლემა პოლიციის კადრების. შორთიჯი იყო რა. და მე თქვა ციეთში ერთხელ ჩემს ერთ მეგობარს სახლში გადაურდნენ, რაღაცები მოპარეს და პოლიცია რო გამოიძახეს, პოლიცია მოვიდა 2 დღეში. ან ერთხელ ჩვენ დაგვემართა, ჩემს შულს ყავდა მანქანა დაყენებული სადღაც, ვიღაცამ ესროლა დიდი ლოდი, ჩაუტრია ფანჯარა და პოლიცია რო გამოვიძახეთ, თან ვიცოდით ვინც გააკეთა. რის წინაც დააყენა, მოკლედ იმ სახლის პატრონი იყო ვიღაცა თავხედი კაცი და ნუ სამსახურიდან გამოვედი, დაველოდე პოლიციას, დაიბარა მოვალო და რამდენიმე საათი ველოდე და ნუ ბოლოს ახლა ავდექი და წავედი და არც მოუკითხი ვარ მე იმ პოლიციას რა ხდება, როგორ ხართო. ანუ თუ არ არის პირდაპირი საფრთხე და ვიღაც თუ არ მოკლეს და კატასტროფა მოკლედ თუ არ ტრიალებს, პოლიცია არც კი იწუხებს ხოლმე ხშირ შემთხვევაში. ყოველთვის არ არის ალბათ, მაგრამ მე მქონია ეგეთი გამოცდილება მოკლედ და აღმოჩნდა მოკლედ რაღაცა სოციუმის და საზოგადოების იმედი გაქვს, რომ შენ ცხოვრობ მშვიდ გარემოში. ნუ რა თქმა უნდა, ხა ყველა ქალაქში ესე არ არის, მაგრამ მე სადაც მიცხოვრია, ყოველთვის მშვიდად ვგრძნობდი თავს და რაც დრო გავიდა, არა იმიტომ გრძნობდი მშვიდად თავს, რომ პოლიციის იმედი მქონდა, არამედ იმიტომ, რომ იმ უბნის, იმ სოციუმის, იმ გარემოს იმედი მქონდა, რომ აქ არაფერი არ ხდება, აქ კარგად ვართ ყველა. ხო და დაახლოებით იგივე განცდა გამიჩნდა დროთა განმავლობაში, რაც ჩავიხედე და გავეცანი, ამის კონსტიტუციონალისტი გავხდი ამერიკის, იგივე განცდა გამიჩნდა ამ კონსტიტუციაზე. და რატომ? აი მაგალითად კონსტიტუციაში წერია, რომ ერთ და იგივე ინდივიდი არ შეიძლება არჩეული იყოს 3-ჯერ პრეზიდენტად. მაგრამ არაფერი არ წერია იმ კონსტიტუციაში, რომ ეს ინდივიდი არ შეიძლება გახდეს ვიცე-პრეზიდენტი. ხოლო ვიცე-პრეზიდენტობის შემთხვევაში, რომელსაც თავის მხრივ არსად არ უწერია, რომ არ შეიძლება გახდეს ვიცე-პრეზიდენტი 2-ჯერნა პრეზიდენტალი კაციო თუ ქალიო, მას შეუძლია იყოს ვიცე-პრეზიდენტი და შემდეგ თუ გადადგა პრეზიდენტი, მას შეიძლება რომ გახდეს პრეზიდენტი მესამეჯერ. ანუ ტრამპს ამისი საშუალება აქვს. ყოველ შემთხვევაში კონსტიტუცია ამის საშუალებას იძლევა და მე ვთქვი რომ ეს არის ძალიან დიდი შეშფოთების საკანი. იმიტომ კი არა რომ კონკრეტულად ტრამპის მეშინე, ტრამპი ახლა 80 წლის არის და
რაღაც მომენტში დაეწევა, ხო, ბუნება. და არც ისე კარგად არ გამოიყურება, მაგრამ აი პოსტ-ტრამპული ერასი უფრო მეშინია მე რა. აი იმ ინკუბატორის სადაც რომელშიც აი ეს პოსტ-ტრამპული აი ეს კანდიდატები და მომავალი პოლიტიკოსები იჩეკებიან და იზრდებიან, ხო? იმიტომ რომ ამათმა ხო ძალიან დაწიეს ზღვარი. ნორმების ზღვარი ძალიან დაწიეს, ჯერ მარტო რიტორიკის პირდაპირ აყენებს შეურაცხყოფას, ჟურნალისტებს, ქალებს, დებილებს, შტერებს ეძახის, დაბალ IQ-ენებს ეძახის, ღორებს ეძახის და არავინ ამაზე პასუხს არ თხოვს. ანუ ეს ზღვარი უკვე მე ძალიან მასჯინებს. ან თუნდაც კორუფციის ახლა რამდენი ფულიც შევა მისმა ოჯახმა, რამდენი ტყუილი თქვა, თუნდაც ამ ირანის ომთან დაკავშირებით ახლა მე მესმის რომ ვიღაცებს ჯერათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის დაზვერვას ჰქონდა დასკვნა დადებული არავითარი ის რა ქვია, ვირტუალური არაღის კეთება არ ხდებოდა ირანში, მიუხედავად ამისა, ბევრს ჯერა რომ მაინც გააკეთებდნენ რაღაც მომენტში და ეს ობამას შეთანხმება არ მუშაობდა, რომელიც გააუქმა ტრამპმა, მაგრამ ერთი წლის წინ არ იყო ეს ტრამპი რო ყვიროდა, რომ არ დავიწყებო არავითარ შემთხვევაში არც ერთ თემს, მაშინ რატომ არ იდგა ეს საკითხი, ხო? ანუ თუ იცოდა რომ ეს ხდება, თუ ეხა გაიგო, ნუ მოკლედ რა, ბევრი ტყუილი, ამდენი ტყუილი, ამდენი თაღლითობა, ამდენი კორუფცია, ამდენი უზრდელობა, ამდენი შეურაცხყოფა, მოკლედ ძალიან დაწია რა ზღვარი, ხო და აი ამ ინკუბატორში გამოჩეკილი და გაზრდილი პოლიტიკოსები, აი თუნდაც ახლა ჯეიდი რომ მოვიდეს, ან დონ ჯუნიორი რომ მოვიდეს, ხომ ამის ძალიან მეშინია რა. მართლა ძალიან მეშინია, იმიტომ რომ არის თურმე ეს კონსტიტუცია როგორი იოლად მსხრევადი fragile ყოფილა, ხო? ამ ხელა მანიპულაციების საშუალებას იძლევა. რომ ეძლევა საშუალება, მიუხედავად იმისა, რომ წერია ცალსახად, რომ არჩეული არ შეიძლება იყოს სამჯერ და იგივე კაცი პრეზიდენტად, მაინც ყოფილა ეს რაღაცა ხვრელი, რასაც აუცილებლად ვიღაცა რაღაც მომენტში გამოიყენებდა და როგორ მოვიდა ეს ქვეყანა 250 წელიწად ისე რომ აი ესეთი სერიოზული ტურბულაციები არ ყოფილა ისეთი რა, რომ აი დემოკრატია ნამდვილად რომ დაეყენებინა ეჭვის ქვეშ და საფრთხის ქვეშ, ეგეთი ტურბულაციები პრინციპში ამ ქვეყანას არ ქონია. ხო და კიდევ არის იმდენი პატარ-პატარა რაღაცა ხვრელები, რის შედეგადაც შეიძლება რომ ძალიან დიდი ცვლილებები გამოიწვიოს იმ პარტიამ, რომელიც მით უმეტეს, რომელსაც მიეცემა საშუალება, რომ დიდი ხანი დარჩეს ძალაუფლებაში. ამ გზით, რაც ახლა მე თქვენ გითხარით, ხო, არსებობს ესე იგი შანსი, რომ აი როგორც რუსეთში 30-40 წელი და იგივე კაცი ერთ-ერთი პარტია მართავდეს ქვეყანას, ანუ ამერიკის ავტორიტარიზმად გადაქცევის შანსი იძლევა ეს კონსტიტუცია და ნუ ეს მე ვთვლი რომ არის ძალიან შემაშფოთებული. ოდესმე თუ დაბრუნდნენ დემოკრატები და წესით ყველა გამოკითხვის მიხედვით უნდა დაბრუნდნენ, თუმცა ამაზეც გეტყვით, აი კონსტიტუცია და კანონმდებლობა რამდენის უფლებას იძლევა, რომ არჩევნებზე ძალიან დიდი მანიპულაციები ჩაატარონ სათავისოდ და შემდეგ ეს იქონიებს დიდ გავლენას შედეგებზე. მაგრამ დემოკრატები თუ ოდესმე დაბრუნდნენ და მე მინდა ხაზი გავუსვრო დემოკრატების მოტრფიალე ნამდვილად არ ვარ. ძალიან ბევრ ამაში არ ვეთანხმები მაგათ, უნდა ძალიან ბევრი რაღაცა შეცვალონ. იმიტომ რომ რადგან აქამდე ეს არ მომხდარა, ხო შეიქმნა რა პრეცედენტია რა, всё აი პრეცედენტი შეიქმნა, ამისი საფრთხე დადგა და ესე იგი რაღაცა უნდა გააკეთო ამას. აი თუნდაც იმ დღეს ობამას ქონდა ინტერვიუში, რომ ჩვენო იუსტიციის სამინისტრო, ანუ Department of Justice, კიო, არსად არ წერია, რომ არ შემეძლო გამომეყენებდნენ მითითებები მიმეცა ჩემი Attorney General-ისთვის, ანუ იუსტიციის მინისტრის ეკვივალენტისთვის მითითებებია, მაგრამ ჩვენ ამას არასოდეს არ ვაკეთებდითო რა, მაგრამ აი მოვიდა ტრამპი და ამ თავის დღეს არის Todd Blanche, მანამდე იყო ეს პენ ბადი და პირდაპირ აძლევს, რომ მითითებებს რა, თვითებს წერს, რომ დააპატიმრეთ ეს, დაიწყეთ გამოძიება, ეს დასაჭერია, ის გამოსაძიებელია და მე ამ Todd Blanche-მა თქვა, რომ ვინ თქვა, რომ პრეზიდენტს არ აქვს იმისი უფლებაო, რომ ესო მითითებები მოგცესო. ეს რაღაც აქამდე არ მომხდარა, ეს არ ნიშნავს, რომ უფლება არ მაქვსო და მართალიც არის. ამ შემთხვევაში კანონს არ არღვევს, მაგრამ ყველანაირ ეთიკურ ნორმებს არღვევს. ანუ ამიტომ არის კიდე ეს რაღაცა პრეცედენტის გამო, შემდეგ უკვე ეს რაღაცა ახლებურად დასარეგულირებელი, ხო? მე ესე
ვთვლი. ან თუნდაც აი ამ არჩევნების პერიოდში იმხელა манипуляციების საშუალება აქვს, სწორედ იმიტომ, რომ ამ checks and balances, რომელიც ჩვენ ესე ძალიან მოგწონდა და პატივს ვცემდით, არ ქონია ეს 100%-იანი დაცვის მექანიზმი. აი თუნდაც თუ არ ვცდები დაახლოებით 15% ელექტორატისა ამერიკაში არის ლათინო. ანუ ახლა წარმოიდგინეთ, ამათ უკვე გამოცხადებული აქვთ, რომ თავისი ეს IC, ეს პოლიცია, ფედერალური აგენტები აპირებენ, რომ განათავსონ უბნებთან. ახლა წარმოიდგინეთ, მექსიკური გარეგნობის კაცი რო ხარ, რომელიც რამშობლაკ რამდენი თაობის ამერიკელი ხარ. ხომ შეგეშინდება არა არჩევნებზე წასვლა, იმიტომ რომ იქ დაგხვდება IC. და 15%-ზე манипуляცია, რამხელა манипуляცია არის, რამხელა მნიშვნელობის არის, ხო წარმოგიდგენიათ. ან თუნდაც მე ჩემს სხვა ვიდეოებში ნალაპარაკები, თუ რამხელა манипуляციებით დაწყებული არჩევნებზე ზემოქმედების, თუნდაც აი ეს რაღაცა redistricting-ი რა, ამაზე უფრო დეტალურად მე სხვა ვიდეოში თუ გინდათ იქ უყურეთ, მაგრამ ამაზე ხა მოკლედ ვიტყვი, რომ აი ვთქვათ სადღაც 700,000 თუ 700 რაღაცა 1000 მოკლედ კაც წარმოადგენს თითო კონგრესმენი, ხო? და ისე აკეთებენ ამ რუკებს, ისე ხაზავენ ეს რესპუბლიკელები, რომ აი პირობითად თქვათ ერთ ოლქში თუ 80% მათ უჭერს მხარს და თქვათ 20% დემებს უჭერს და სხვა ოლქში აკლიათ ეს 20%, თქვათ 20 ან რაღაცა პროცენტი, მოკლედ აქედან გადასვავენ რაღაცა პროცენტს, რამდენიც იქით აკლიათ, ან თქვათ ორშიც რამდენიც აკლიათ დააბალანსებენ და ისე გამოიყვანენ, რომ უმრავლესობა ამაშიც გამოვიდეთ ამ ოლქშიც, მეორეშიც, მესამეშიც, რამდენსაც გაწუდებიან მოკლედ რა. ხო და წინასწარ ხო დაარეგისტრებულია ძალიან ბევრი ხალხი და ზუსტად იციან, რომ მოკლედ სად არის უფრო მძიმედ რესპუბლიკური, ან თქვათ მძიმედ დემოკრატიული უბნები და მოკლედ აი ამ რუკების манипуляციას აკეთებენ. მე არ ვამბობ, რომ დემოკრატები ამას არ აკეთებენ, მაგრამ დემოკრატები ამას აკეთებენ რეფერენდუმის საშუალებით. ანუ ხალხი აძლევს წინასწარ ხმას იმას, რომ თქვათ ეს რუკები არსებული გაუქმდეს და გაკეთდეს ახალი რუკები. მაგრამ რესპუბლიკელები ამ თუნდაც რეფერენდუმის შედეგებს სასამართლო საშუალებით აუქმებენ, გეგონება ნინიას ბაღია და ხოლო თვითონ კი აი ესე გვეკუთვნისო და ხაზავენ როგორც მოეპრიანებად და მოკლედ ისეთი რაღაც ამას იძლევა ისევ და ისევ აი ეს კანონმდებლობა მაგის საშუალებას აძლევს და ამიტომაც აკეთებენ რა. მაგრამ ეთყობა ეს კონსტიტუცია ვინც დაწერა ხო ან დამფუძნებელ მამებს ეჭვიც არ ქონდათ რომ შეიძლება და ესეთი არაპატიოსანი ხალხი მიკარებოდა ოდესმე მთავრობას. ანუ მარტო კონსტიტუციას კი არ უნდა დაეცვა ამერიკის დემოკრატია, არამედ უნდა დაეცვა აი იმ ამერიკულ პატიოსნებას, იმ საზოგადოებას, რომელსაც ვერავინ ვერ უნდა გაუბედოს წესით ტრამპისნარი კანდიდატი. ტრამპის წარსულის 10%-იც კი რო ქონდეს ნებისმიერ სხვა ადამიანს, ნებისმიერს. მე არ მაქვს ლაპარაკი ჭორებზე, არ მაქვს ლაპარაკი ბრალდებებზე, რომელიც დამტკიცებული არ არის. აი, რაც ფურცელზე წერია, რამდენჯერაც ის გაკოტრდა, დამტკიცებული ბრალი თაღლითობის და ასე შემდეგ, ეს ამდენი ოჯახები, ცოლები, მოკლედ რა, რეპუტაცია, რაც აქვს ამ კაცს, ხო? 10%-იც რო ქონდეს ვინმე ნებისმიერ სხვას, ის უბრალოდ ამერიკაში ბინასაც ვერ იქირავებდა. ლაპარაკი აღარ მაქვს რომელიმე პარტია საერთშია ის მერე ჯერ კანდიდატად და მერე პრეზიდენტად. ეს არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი რაღაც დაემართა მოკლედ ამ ქვეყანას რა. არა მარტო კონსტიტუციას უნდა დაეცვა, არამედ უნდა დაეცვა იმას, რომ არ უნდა გაკარებოდა ამ კონსტიტუციას, ამ ბრილიანტ კონსტიტუციას, არ უნდა გაკარებოდა ესეთი კაცი, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა. აი თუნდაც მაგალითად კიდე რო გავაგრძელოთ ამ checks and balances, რო წესით უნდა დაეცვა, ხო, ეს სისტემა. რა არის, ხო, ერთ-ერთი checks and balances რა არის, ხო, არის სამად გაყოფილი ძალაუფლება, ეს არის executive, ანუ პრეზიდენტი, არის მერე წარმომადგენელთა პალატა, ანუ კონგრესი, ანუ შტატები, ხო? და არის სასამართლო. ხო და ყველაფერი საბოლოოდ წყდება სასამართლოში და სუპრიმ ქორტში, ანუ უზენაეს სასამართლოში, სადაც 9-დან 6 მოსამართლე ჯიბეში უზის ამ კაცს.
ხო და კონგრესი კიდე არის შტატები და აი ამ შტატებს ხო თავისი პოლიცია ყავს არა, რომელიც არ ექვემდებარება executive branch, ანუ პრეზიდენტს და ექვემდებარება ადგილობრივ მერს, ადგილობრივ პოლიციის შეფს, ადგილობრივ გავერნერს და ასე შემდეგ. მაგრამ არსებობს კიდე ეს ფედერალური აგენტები, ხო? ეს ICE და ეს FBI და ასე ICE-ის განლაგებას ხო აპირებენ არა უბნებთან. ხო და ამ ICE-მა რაც არ უნდა დააშავოს, ჩვენ დავინახეთ, ხო? გამოძიებაც კი არ არის მე მგონი დაწყებული, ყოველ შემთხვევაში არც არ გვეუბნებიან, არავინ არ მიუციათ პასუხისგებაში, როდესაც მინეაპოლისში 30 კამერის წინ მოკლეს ორი ამერიკის მოქალაქე, ალექს პრეტი და რენე ნიკოლ გუდი. მაგრამ არ დასჯილა არავინ, ხო? გავიდა ამდენი ხანი და ჯერ კიდე არავინ არ რაც არ უნდა დააშავოს კიდე ამ ფედერალურმა აგენტებმა, ხო ადგილობრივი პოლიცია ვერაფერს ვერ უშვება. როგორი დაუცველის შეგრძნება უნდა ქონდეს ამერიკელს, რომ აი ამ იმ პოლიციამ, რომელსაც შენი მთავრობა ის ერთი კაცი იყენებს ძალაუფლების უზურპაციისთვის, იმ პოლიციას ვერ უწევს წინააღმდეგობას შენი ქალაქის, შენი შტატის პოლიცია. ესეც ხო არის ძალიან და აი ამის საშუალებას იძლევა ისევ და ისევ ამერიკის კანონმდებლობა. ანუ აი ეს რაღაცა ხვრელები არის აღმოსაფრთხო თუ ოდესმე დაბრუნდებიან დემოკრატები, ისინი აუცილებლად უნდა დაბრუნდნენ, იმიტომ რომ ყველა გამოკითხვის მიხედვით ესეთი დაბალი რეიტინგი ამერიკის ისტორიაში არ ქონია პრეზიდენტს. აი ნიქსონს უფრო მაღალი რეიტინგი ქონდა იმის წინ, როდესაც მას მოუწია, რომ გადამდგარიყო ვიდრე ტრამპს. მაგრამ აი 30-ებშია მოკლედ რა, სადღაც 20-ებში რო ჩამო, იმდენი манипуляციის საშუალება აქვს, რომ აი 30%-ის მე მეშინია. მიუხედავად იმისა, რომ მათ ძალიან დიდი მხარდაჭერა დაკარგეს, რესპუბლიკელების მომხრეები ფაქტობრივად დაკარგეს, მარტო დარჩათ ეს მაგარა, რაღაცა 20 მილიონი კაცი ალბათ, რომელიც აი ეს ის ხალხი არის, ის კალთია რა, რომელიც ტრამპმა რო თქვა, რომ იმაზე ბროდვეიზე რომ კაცი მოკლაო, არც ერთი ჩემი მხარდამჭერების თვალწინო, არც ერთ მხარდამჭერს მე არ დავკარგავო და მართალია ეს მე იმ ხალხზე მაქვს ლაპარაკი. მოკლედ აი ტრამპი რომ მოვიდა ამერიკის მმართველობაში, მე ვამბობდი რომ რაღაცა ვარსკვლავები განლაგდა იმისათვის რომ დიქტატორი დაბადებულიყო. იმიტომ რომ მას ჰქონდა cult personality, ანუ აი რაღაცა სექტის ლიდერის რაღაც ბუნებისგან ბოძებული ნიჭი და პლუს რესპუბლიკურმა პარტიამ ძალიან ბევრი გააკეთა, რომ აი ესეთი კაცისთვის გაემზადებინა არა მარტო თქვათ ის სექტანტები, არამედ აი თავისი ამომრჩევლებიც ეს კონსერვატიულად განწყობილი პატრიოტები. და აი ეს ყველაფერი მოხდა ისე დაიწყო, რომ მე სასამართლოც მის ხელში აღმოჩნდა, კონგრესიც მის ხელში აღმოჩნდა, ეგზეკიუტივიც მის ხელში აღმოჩნდა და მე სულ იმას ვიძახი, რომ ამერიკას უსისხლოდ დემოკრატიის რელსებზე დაბრუნების საშუალება ამერიკამ მაშინ დაკარგა, როდესაც კონგრესმა მისცა უფლება ტრამპს, რომ დაემტკიცებინა ძალოვანი სტრუქტურების უფროსებად, ხელმძღვანელობად ეს დილეტანტი, პოდკასტერი, ლოიალისტები, რომლებიც კიდევ ერთი ის, ანუ რაც არ უნდა მათ ბრალი დაუმტკიცდეს, ისევ და ისევ თვითონ უნდა გაუშვა პოლიცია, რომ თავისთავად დააჭერინან. მეტი ვარ ვერ დაიჭერს მაგას, როგორც ვიცი. ხო და მოკლედ ძალიან ბევრი რაღაცა არის შესაძლებელი რა და იმედი მაქვს, რომ დაბრუნდებიან დემოკრატები და აი ამ რაღაც ხვრელებს კარგად ამოლუქავენ, რომ მე არასოდეს არავინ არც უცხო ქვეყნების მიერ მართულმა ძალებმა და არც ადგილობრივმა ძალებმა ვერასოდეს ვერ გაბედონ, რომ სათავისოდ გამოიყენონ ძალაუფლება და მოირგონ ისე სისტემა, რომ ოდესმე კიდე ეჭქვეშ დადგეს ამერიკის დემოკრატია.